თქვენ გონიათ ახლა პლაჟზე ვარ? ვიწყებთ. ტალინა. კასპი ჯგუფმა ამაშიც დიდი დახმარება გაგვიწია. ეს არის ადგილი სამეწარმეო ტრამვა. და მებაღი იყო ილია ჭავჭავაძის. ეს კადრი შეგიძლია ამოჭრა. აი მე ძალიან მწველი მზეა რა. ჩემი რჩევა შეიძლება გაითვალისწინოს ჩემნაირმა ადამიანმა. სხვა ადამიანისთვის ეს რჩევა მისაღები არ იქნება. მოკლედ დღეს მოვედით დებში, ჩემს ყველაზე საყვარელ და მეგობარ ადგილას, სადაც შევხვდებით მარიკას, რომელიც არის ამ ყველაფრის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და ავიღოთ მისგან ინტერვიუს. თან დააღვნიშნე ჩემი ოპერატორი, ბატონი რეზია, ჩემი ქმარი როგორც იძახის. და დებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება, ვის გამოც მოვდივართ ხოლმე, რომ ვნახოთ და ჩავიხუტოთ, ჩემო რეზი. არ არის მარიკა ჯერ. არ არის მარიკა, მაგრამ არის ტალინა. ალბათ გაგიკვირდებათ ასეთი სახელი, ასეთ ახალგაზრდა ბიჭზე. თუმცა აქ იწყება ისტორია. სტალინ, მოიცადე? მე ვიცი სტალინა რატომაც გქვია. ანუ არ უნდა შეთანხმება. ამაზე ასე ექსპრონტად უნდა მოყვე. შენი სადაც მთელი შენი ცხოვრება ექსპრონტია და რაღა ხარ იყოს. ჩემი YouTube ვიდეოსთვის. ოკეი. შენი პირით იტყვი რატო გქვია სტალინა? ჩემი პირით, რავი, მესა თუ გინდა მესამე პირმა მოყვას. ანუ სტალინის დროსაც დავადებული იყო აუცილებლად დახვეწავდნენ. გაიგო? კოლორიტია, იუმორის მამა, დედა, ბიძა, პაპა, ყველა აბსოლუტურად და უნიჭესი კაცი. თქვენ მისი სიმღერა და დაკვრა არ მოგისმენიათ, თუმცა იმედია მაგასაც ოდესმე გადავიღებთ, ხო რეზი? რა სიტყვი? კაი, ეხა უნდა მოვზებნოთ მარიკა და შევიდეთ სამზარეულოში ჩუმად, იმიტომ რომ ვერ იტანს, როცა სამზარეულოში შედიხარ მასთან. ეხა არ ვიცი გავრისკო და შევარდე მარიკასთან? თუ გამიბრასდება ნეტა თქვენი აზრით? რეზი რა უქნა შევიდეთ? შენ წადი და მე გამოყვები. შენ ზურგს ამოვეფარები. ეხლა ჩვენ ჩემო რეზი ვიწყებთ ტაფოულის გაკეთებას. გიყვარს? გიყვარს ტაფოული? მე ძალიან მიყვარს. ეს არის ჩვენ მხარეში, ანუ ჩემი წინაპრები სადაც ცხოვრობდნენ, ეს კადრი შეგიძლია ამოჭრა, ხახვები რო გადამეყარა. იქაური ომლეტი. მარტივია, მაგრამ მე ძალიან მიყვარს. თავიდან ესე დავჭრით, არც ისე წვრილად. როგორაც სახლში დაჭრიან, ისე ხავს. ავიღებთ ლეჩხუმურ შაშხს. კარგია, რადგან უნდა მოითუშოს და მოიშუშოს. სამეწარმეო ტრამვა. კვერცხი გარეცხილია. ეხლა აუცილებელი ინგრედიენტი. ნიგოზი. არ დავიშუროთ. ნიგზიანი პური ძალიან მიყვარს. ლეჩხუმისთვის ავთენტური ცომეული არის. დღესასწაულებზეც ამას ვაცხობთ ხოლმე. თქვენ გონიათ ახლა პლაჟზე ვარ? არა, ეს დებია. უბრალოდ ასეთი საოცარი კონცეფცია მოიფიქრეს, რომ შიდა ინტერიერში ეს ხოლმე მეც მინდა ზღვაზე. კაი იქნება, ლამაზია. მოკლედ, მე მარიკასგან მაინტერესებს ისეთი საკითხები, რომლებზეც ზოგადად არ ლაპარაკობენ ხოლმე, ესე საჯაროდ, რესტორნის მფლობელები, მზარეულები, იმ პრობლემებზე, იმ გამოწვევებზე, იმ კარგზეც და ცუდზეც, რაც ზოგადად სარესტორნო ბიზნესს აქვს და ზოგჯერ გგონია ხოლმე, რომ რა პრობლემაა, რესტორანი ყოველას ყოველთვის მარტივი სამართავი ან მარტივი საკეთებელი გონია, იმას გულისხმობ, ვისაც გამოცდილება არ აქვს, იმიტომ რომ ვისაც გამოცდილება აქვს, ისინი სულ სხვაგაბარად საუბრობენ და ამ ყველაფერს მოვისმენთ მარიკასგან, რომელიც მალე შემოგვიერთდება. ახლა კი მოიცა არ გათიშორეს, წამოუკიანევა ჩვენოთ რა, სულ ცოტა ხნის წინ რა მოაწყო ახლა მარიკამ. წამოდით. თან არ შევაწუხოთ სტუმრები. ბიჭო, როგორ გიხდება ეს ფერი, ჰა? წამო ახლა ვნახოთ ოკეანე. ой, აქაც სტუმრები არიან. ზემოთ ავიდა? ზემოთ არის ხო? წამ. შეგერგოთ. ეგ საქანელაც ხო იშვიათობა არის.
ზემოთ არის ოკეანი, წესით ოკეანი, ქვემოთ არის ხომი, მაგრამ მარიკასთან და დებში ყველაფერი სულ სხვაგვარად ხდება. ავიდეთ ზემოთ. პლაჟი გვაქვს. რეზიაბა კარგად გადამიღეთ. აი ეს რადიო იჭერს. ასე გადამიღეთ თუ შეიძლება. აი მე ძალიან წველი მზეა რა. სხვათა შორის მარიკას ყავს კიდე ორი და რომელიც ასევე ძალიან არის ჩართული ამ ინტერიერის და დიზაინის ამბებში და ეს სამი და დები თვარაძეები ხა სასწავლებს ქმნიან ფაქტია. ჩვენ ბევრი ვინც შეელეთ და გადავწყვიტეთ რომ ამ ადგილას დავსხდეთ. იმიტომ რომ ბუხრის ისტორიას მოგუყვება მარიკა. ბაბუის. კი. No problem. ზოგადად ახლა რასაც ხედავთ ეს ინტერიერი ძირითადად არის მარიკას ლეჩხუმური სახლი გამოყენებული, რომელიც ფაქტობრივად იყო დანგრეული და არ ემეტებოდათ გადასაყრელად ეს მასალა, ხის მასალა და ესე მთელი ბავშვობის მოგონებები შემოინახა თავის რესტორანში. ხორცორს ვამბობ. სწორს ამბობ, კი ბატონო. კი რასაკეთებს. ასე დავკარგეთ ჩვენი კათმაკეთის გადასაფარებელი. მოდი შენი სუფრა გაიშალე მე ჩემი შუაში მინდა რეზიეს რო იყოს უბრალოდ არის შუაში გადა ასე როგორი საპატიოს გრძნობ ხა თავს საპატიოს სტუმრად მარიკა მემსახურება თავად ესე იგი არც ისეთი არაფერი მაგრამ მკიდრი პომიდორი ნიგვზი თქვენი საყვარელი კერძები მოვიმზადეთ ხალხად აი ის მიყვარს ყველაზე მეტი ნიგვზიანი პური კი ლეჩხუმური ნიგვზიანი პური რომელიც პირველად გავსინჯა 2019 წელს დებში ან ესეთი ჯონჯული გასინჯული არ გაგვთ. კაფოული, ესეც არის ლეჩხუმური კერძი, კვერცხი არის, ლურთან ცოტა ნიგოზიც ხო აქვს. ნიგოზიც აქვს. ეხლა აქ იმდენი ნიგოზია, ვიღაცა გვეტყვის, რომ ამდენი ნიგოზი რა არის, მაგრამ რა ვქნათ ჩვენ სამზარეულოს, ყველაფერს ნიგოზი აქვს ეხლა მან. ისე ნიგოზი წავიდეთ ერთი გარეტური რო გავაკეთოთ. ხო, მე ჩემი ოცნება ეგ, მანდანაიეთ მიხდი. მართლა? ნიგზენი, რამდენი ხანია მაგაზე რო ვფიქრობ, გეფიცები. ეს ჩვევა ზოგადად მე მაქვს და ვცდილობ ხოლმე თავს ვიკავებ რომ არ გავაკეთო ესე იგი ჩვენი სუფრა არის მწირი მაგრამ მე ხოცი არ მიყვარს დიდად და ამაზე ძვირფასის სუფრა მე არ ვიცი ეკა შენ ხარ შემოგვიერთდები არ ხშია დღეს შენს დაგიტოვებთ რამეს თავშაფარი სუდად ხო არა მაქვს მე არ მინდა წყალი. რატო? არ მინდა წყალი, ალუბლის კომპოტს დაველოდები. სამეწარმეო ტრამვა მივიღე? წერა? ხო. არასოდეს ფრჩხილი არ გამიზრდია მზარეულს, არც აქ უფლება რო გაიზრდოს, მე პირველად მომინდა და ეს ჩემი შეცდომა იყო. თავს მზარეულად აღიქვა? ხო, რიგით მზარეულო. თან რიგითო. კარგი, მარიკა. სანამ შენამდე მოვახწევდი, მე ძალიან ბევრი ვიქაქანე. ხო და ახლა მოვედი გადაღლის ფონზე ძალიან სუსუ თავიდან დავიწყოთ სუსუ თავიდან ძალიან გრძელი ამბავი გამოვა და შევწუხდებით მოსმენით და მოყოლით თორემ მე კი 2018 წლიდან ხო 2018-ში შეიქმნადები ხო სწორედ კონკრეტულად დები 2018-ში აი როგორი ერთგული მომხმარებელი ვარ ხო ხედავ როგორ მახსოვს ის დღე პირველად რო გნახე მეც მახსოვს მართალია და გაგვიანდა ჩემო გიორგი ყველი შემოტანა მაგრამ კარგი ხარ კარგი ყველია სჯობს გვიან ვიდრე არასდროს კი ბატონო და პირველად დები რატომღაც დედაქალაქიდან დავიწყეთ ჯერ თბილისში მე მეგონა ჯერ აქ იყო და მე თბილისში არა პირიქით იყო იმიტომ რომ ჩემი სულიერი მდგომარეობა ცოტა შერყეული იყო მაგ პერიოდში და გადავწყვიტე რომ ცოტა ხნით დამესვენა. ჩემი აზრით, კარგი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ თბილისში ყოფნით ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე და ამ სფეროში პირველად ნაბიჯები მარტო მაშინ გადავდგი, როგორც მზარეულმა, სამზარეულოსთან სულ მქონდა მანამდეც კონტაქტები, მაგრამ ეხლა მარტო ჩემ თავზე რომ მომიწი ამის აღება, იძულების წესითაც, ან სიამოვნებითაც შევიჭერი სამზარეულოში. არ გშია? მოდი ტაფოული. გშია არა, გშია, უბრალოდ ვერ ხვდები რომ გშია. ხო, მე თვითონ რომ ვაკეთებ ხოლმე. და აი ეს კონცეფცია აპის, აი ბაბუის, თქვენინაზე თქვა. ბაბუის აი ამ უდის ჩამოტანის იდეა საიდან გაჩნდა? როგორ რაღაცა იცი, ანუ ჩვენ მანამდე სხვა მისამართზე ვიყავით ყოველთვის, მე ვარ ძალიან ნათესავების მოყვარული, ვიცი ჩემი ბაბუის ბაბუას რა ერქვა, ჩემი ბაბუის ბებია რა გვარი იყო. ამითი ვამაყობ, რომ ასე ვიცი.
ვაეძებ ხოლმე გვარებს რო გავიგონებ, ეს მაქვს გაფათიცებული ხოლმე ყურები, რომ ჩემი დიდი ბებიის გვარი ხო არ აქვს, მე იმას ნათესავად ვთვლი და ყოველთვის აი ბავშვობიდანვე ვიყავი, ხო გითხრა რომ რაღაცა სპეციალურად დავგეგმე რომ რესტორანში ეს კონცეფცია გამომადგებოდა, ესე არ არის. სამყარო, სადაც ჩვენ ვართ და თელი დღე ვატარებ მაგალითად მე და სტუმრებს მასპინძლობ, უნდა იყოს ახლობლური, ხო? ეს ახლა ახლობლური არის, ხო? ეს ბუხარი, რომელიც ამოვიღეთ სოფელში მარნიდან, იქ სხვა ბუხრებიც გვაქვს, მაგრამ ეს ბუხარი აქ მართალია კომუნისტური სიმბოლიკაა და ზოგჯერ არასასიამოვნო ისტორიას ახსენებს ხოლმე ხალხს, მაგრამ ჩემთვის მაინც ისეთია. ჩემი წინაპრები. იქ ბაბუა ჩემის ბაბუის ყარამანთვარაძის და ელისაბედ აბაშიძე ჩემი დიდი ბებია, ანუ ბაბუა ჩემის ბებია, მაგათი სურათი დავკიდე, იმიტომ რომ ამ კაცის გაკეთებულია ეს ბუხარი და ეს საწნახელიც, რომელიც თითქმის 1 საუკუნის არის და არის ცაცხვის ხის. რამე საოცრებას ახლა მე არ უყვები, რაც არავის გაუგონია და უნახავს, მაგრამ ჩემთვის ასეთი. თან შენი ოჯახის წევრების რა კიდე უფრო მეტად ძირფაცია. ძალიან მიყვარს ეგ ადგილი, ახლა მაგ ადამიანი ვერასოდეს ვერ იფიქრებდა, რომ სადღაც მოხდება. მეხუთე თაობა გამოდიხარ მე. კი, და ანუ გაზეთი იყო სოფელში პატარობაში, სულ ნახულობდი კარადაში, სადაც ეს ადამიანი დაბეჭდილი იყო, რომ ლეჩხუმიდან აი მაგ წლებში სამუშაო საძებნად ხალხი მიდიოდა ზოგი სადღაც. თურმე საგურამოში იყო ეგ კაცი და მებაღე იყო ილია ჭავჭავაძის კარმიდამოში. სამწუხაროდ ეს გაზეთი დაკარგულია და ძალიან გული მწყდება, რომ აქ დიდი სიამოვნებით გამოვფენდი იმ გაზეთს. აქ კიდე ბევრი საინტერესო რამ გამოფენდი. აქ ოტია იოსელიანის ფოტოც ხო გაქვს. მოიცადე მოვწერნა. აი იქ არის. მეორე ხაზში. კი. ანუ აქ კიდე ბევრი ადამიანის ფოტო აკლია, იმიტომ რომ იმდენი ცნობილი და კეთილი ადამიანია დაკავშირებული ქუთაისთან. ფოტოები რეცი მოიტანე რა. მენიუ ამრვეულებს უყურეთ. ამაში ხედეთ. მათემატიკა ისე ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ მათემატიკის რვეულზე გავაკეთე. ასეთი ისტორია მახსენდება, რომ არ მქონდა რვეული. სკოლაში რო დავდიოდი, გამითავდა მათემატიკის რვეული და არ მქონდა როგორ ნერვიულობდი. იყო ასეთ გაჭირების პერიოდი და ეს რო ჩავამთავრე, ყდაზე მქონდა დაწერილი დავალე. როგორც რესტორანი დების მფლობელი და ზოგადად რესტორანის მფლობელი. აი რა შეიძლება უთხრა იმ ადამიანს, ვინც ახლა აპირებს ამ ბიზნესისთვის ხელის მოკიდებას? ალბათ ხანდახან ესეთ რაღაც რჩევას რომ მეკითხებიან ან თუნდაც ესე როგორაც შემკითხე, გამოდის რომ ვიღაც უნდა შევაშინოთ. არა ვარ მასეთი ადამიანი პირიქით. ყველას უბიძგებთ ნეტა დავინახო ადამიანში რაღაც შრომის მოყარეობა, თავის აი მიზანი რაც აქვს, ის უყვარდეს. მე აკვიატებული მქონდა და ზუსტად ვიცოდი, იმიტომ რომ ისეთი გზა გავიარე, ისეთი რთული ამ სფეროში. შენ იცი, ანუ ლოგიკურად მე რესტორანი არ უნდა მქონდეს დღეს, ანუ ჩემს ირგვლივ იმდენი პრობლემა იყო, მაგრამ მაინც მაქვს. ეგ ხო რესტორანი არა, გაშია როგორ უდგები თავიდან, შენ რესტორანი გინდა და კვების ობიექტი, რომელიც ბიზნესია კონკრეტულად შენთვის და იქ თავიდანვე გათვლილი გაქვს რაღაც ფინანსური მოგება თუ უბრალოდ იდეით ხარ შეპყრობილი და გიყვარს ეს. მე ასეთი გზა გავიარე, ჩემი რჩევა შეიძლება გაითვალისწინოს ჩემნაირმა ადამიანმა. სხვა ადამიანისთვის ეს რჩევა მისაღები არ იქნება, რომ მე ჩემი შრომით, ნუ დღე-დაღამე აქ რემონტის დროს, შეღებვის დროს ესე ბოლომდე აქ ვიყავი. მე არც ერთი საქმე არ გამომსვლია ისე ვიღაცა, ნუ კეთილი ადამიანები ჩემს ირგვლივ იყვნენ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს გარეშე ვერაფერსაც ვერ გავაკეთე. ეს არის ნიგზიანი პური. არ გაგისინჯავთ, თუ არ გაქვთ ლეჩხუმთან შეხება, იმიტომ რომ ნიგზიანი პური არის ძალიან სპეციფიური. ხელით უნდა მოტეხო. ეგ მე თუ შენ არ ვიამიდა, ჩემი ხელით მოგიტო. დედა რა პატევია ქალბატონო მარიკა. YouTube-ი აქამდე უნდა დამეწყო ესე იგი. კაი, როგორც მზარეული. მაშინ შენი ლაპარაკე მე შევჭამ, იმიტომ რომ ისეთ გემრიელია არ შევერჩერდა. ხო, ანუ იმას მაინც გავაგრძელებ, ჩვენ გამოკვეთილი პასუხი არ გამიცია მაგაზე, რომ აი ეხლა ვინც აპირებს დაუშვათ უნდა რესტორნის გახსნა. მაინც მე ისეთ ადამიანებს გამოადგება ჩემი რჩევა, რომ აი აკვიატებული აქვს და წარმოდგენილი აქვს თავისი ის პატარა სამყარო, როგორი უნდა იყოს ეს რესტორანი. რაღაცა იდეა უნდა იდოს ამ ამბავში. გინდ თავის წინაპრებიდან, გინდ რაღაც, თუნდაც არ არის აუცილებელი, რომ მანდა მაინც სიძველით იყოს ეს მოწყობილი. შეიძლება თანამედროვე ტრენდული იყოს, რაღაც მიმართულება უნდა ქონდეს, რომ იქ მისულმა სტუმარმა ვიღაცისთვის ნოსტალგიური შეიძლება აღმოჩნდეს, ვიღაცისთვის საყვარელი ადგილი, ანუ რაღაც კონცეფცია უნდა იყოს. აუცილებელია და ეგ ჩამოყალიბებული უნდა იყოს ამ და შეიძლება პროცესშიც მოუვიდეს მე რაღაც აზრები ჩემ შემთხვევაში ასე ყოფილა, მაგრამ ჩემი აზრით პირველი დაუწერელი კანონი ის არის, რომ კონკრეტულად უნდა იცოდე რა გინდა. აი მე მოდის და მოდის თავის. აი როგორც მე პატრონის და მფლობელის აზრი გასაგებია. აი როგორც მზარეული რა სიტყვი. შენი შვილი ვარ და მინდა რომ მზარეული გავხდე, რას მეტყვი? მე მაინც ეხლა რადგან ეს გზა გავიარე, გეტყოდი რომ თეორიული ცოდნაც ტექნიკები რაღაცები არსებობს ისეთი სამზარეულოში, რომელიც აადვილებს მუშაობის პროცესს, დროში უფრო დრო ცოტა დრო ჭირდება და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენი სამზარეულო მაინც და ჩვენი მიმართულება ოჯახური მომზადების
წესები არის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მასტერკლასი ყოფილა საქართველოში, რაც კი ყოფილა და მადლობა ამ შესაძლებლობებისთვის იმ ადამიანებს, ვინც მომახვედრა ამ მასტერკლასებზე, მე ჯერჯერობით მაინც იქ მიღებული ცოდნა აღარ გამომიყენება, იმიტომ რომ ის იყო უფრო თანამედროვე, კი. ზოგჯერ მოლეკულური სამზარეულოს რაღაც ტექნიკებიც ვისწავლეთ, მაგრამ ეხლა მე ჩემთვის რადგან ეს ახლობლურია და უფრო ისეთი ენთუზიაზმით და სიხარულით ვამზადებ ამ საჭმელს, მე მაინც ამ მიმართ, დებში ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაინც ეს მიმართულება დაგვრჩება, მე არ ვფიქრობ, რომ დიდი რაღაც გასინჯი ექნება ვაჭარბო. დიდი როგორ უნდა ვთქვა? როგორ ვთქვა? ცვლილებები, დიდ ცვლილებას არ გეგმა მაგკუთხით. ხო ხტები, იმიტომ რომ აქ მაინც მოდიან სტუმრები, ყოველდღურად სხვადასხვა ადამიანის, ნუ ერთგული სტუმრებიც ყავს, მაგრამ მაინც აქ ჩამოსული სტუმრები, რომლებიც რაღაც კერძები რო ამოგვიღია მენიუდან კონკრეტულად ის მომთხოვეთ, რომ ის რატო აღარ გაქვთ. კერძ რატო აგვიანებდა? კერძ მანამდე აგვიანებოდა, იმიტომ რომ ძალიან პატარა სამზარეულო გქონდა, გახსოვს მაგ პერიოდიც, ხო? კი. მე მახსოვს ის პერიოდი ოპერასთან რო იყო, ჯერ იქ როგორი პატარა ძალიან პატარა სამზარეულო. ზოგადად, ნუ საქართველოში ან არ ვიცი, სხვა ქვეყნებშიც რესტორნების პრობლემა მგონი არის, რომ სამზარეულო არის პატარა. თუმცა ეხლა გავაფართოვეთ სამზარეულო. მანამდე ანუ თანამშრომლები რო გვჭირდებოდა, კადრის დამატების პრობლემა იყო, იმიტომ რომ ადგილი არ გქონდა. ეხლა გავაფართოვეთ სამზარეულო, თანამშრომლების სურვილიც გვაქვს რომ დავიმატოთ, თუმცა ქვეყანაში კადრების ნაკლებობა არის. ახლა ყველა ადამიანს თან ისეთი არის, ნუ ცოტა ისეთი სათქმელია, მაგრამ როგორაც სახლში და ოჯახში ყველას ვერ შემოუშვებ შენს სახლში, ისეთი არის ჩემთვის ახლა ეგ ადგილი და მირჩევნია რომ ჩემ ზურგზე გადაიაროს, მე ვიმუშაო იქ, ვიდრე აი კადრები ყოველთვის ვცვალო ესე. ძალიან ვარიდებ თავს. აი სამზარეულოს სირთულეზეც მითხარი, აბა სამზარეულოში რა სირთულეა ყველაზე მეტად? სამზარეულოში ზოგადად სამზარეულოში მუშაობა არის სტრესული. პირველ რიგში ეგ არის, ანუ მარტო ფიზიკური ჯანი არ გშველის იქ. კი ფიზიკურადაც ჯანმრთელია უნდა იყო, რომ თელი დღე ფეხზე გიწევს ზაფხულში მით უმეტეს სიცხეში ყოფნა, მაგრამ თავარი არის მაინც გონებრივად, იმიტომ რომ იქ არის სისხარტე მთავარი. 15 მაგიდის შეკვეთა რო შემოდის, იშვიათად ვიცით ჩვენ წინასწარ არის თუ ჯგუფები არ გქოს. როცა წინასწარ მენიუ ვიცი, ეგ ძალიან მოსახერხებელია, იოლად უმკლავდები, მაგრამ თუნდაც წინასწარ იცოდე რაღაც კონკრეტული შეკვეთის მენიუ, სხვა შეკვეთებიც ხო შემოდის და ჩვენ მაინც ისე გვაქვს აწყობილი სამზარეულო, რომ იქვე ვიწყებთ ამ კერძების მზადებას, იმიტომ რომ ჩემი აზრით წინასწარ მომზადებული ან წინასწარ დაჭრილი ბოსტნეულის ყველაფერი ჩემთვის ის გემო არა აქვს. აი, კარგია. ძალიან რთული არის ახლა კედრი პომიდორის სალათას რო იწყებ და იქვე თლი, იქვე ჭრი, მწვანის და ყველაფერს, თუმცა გემოზე ესე ეთქვა. მარიკა, ისე ეხლა რო იწყებდე სამზარეულოს დაგეგმას, რას იზავდი? აი, ამ გამოცდილებიდან და ამ განმოსახედიდან. თავიდან ეხავე დაუშვათ რესტორანს რო ხსნიდე მე თავიდან. აი კომპეტენტურ ადამიანებს დავეკითხებოდი, დაუშვათ სურსათმშობლობის თანამშრომლებსაც თავს ხოთაშორის აქ რო მოვედით თავიდან სურსათმშობლობის თანამშრომლებს ვკითხე და მაგათი ერჩევის მიხედვით დავგეგმე. მაშინ ძალიან პატარა იყო ეს სამზარეულო, მაგრამ ეხლა როცა დავიკეტეთ გაზაფხულზე და გავფართოვდით, აი როგორიც კასპი ჯგუფია დაუშვათ. ონლაინ საერთოდ თბილისში ჩასვლის დრო და ის ჩვენ არ გქონდა მაშინ ხო პროცესში მეც გახსოვს. ვიყავი ჩართული აპრილის თვეში. აპრილის თვეში დაგვიგეგმეს ყველაფერი. მართალია ჩემი გამოცდილება კი რამოდენიმე წელს ითვლის, მაგრამ ასე დროს რო გადაღლილი ხარ. რო ყველაფერზე ფიქრობ, იქ ხელოსნები, იქ საშენი მასალა, იქ მეთლახის. ძალიან კარგი იყო, რომ ასეთი გამოცდილი ადამიანები დამეხმარნენ. ონლაინ გაკეთდა ყველანაირი ნახაზი, თავისი გეგმით რასად უნდა ყოფილიყო, გასქურასად უნდა დაიდგას, ძველი წერტილისად უნდა იყოს და ეს ძალიან კომფორტული იყო ჩემთვის და ყველა დამწყებს ამას ვურჩევდი, რომ არ იწვალოს თავიდან, იმიტომ რომ მაინც მოუწევს მე რაღაც ხარჯები და შეიძლება ორი იმდენი დაუჯდეს თვითნებურად გადმოწყობაში, კი. და ძალიან კომფორტული იყო. ეს გაფართოებული სამზარეულოს გადმოსახედიდან მაინც ხო წააწყვეტი რაღაც პრობლემებს. კი, პრობლემები არ ილევა ხო სამზარეულოში. ეხლა რო გავფართოვდით და მეტი თანამშრომლის დამატების საშუალება შეგვექმნა, რომ ერთმანეთს აღარ დავეჯახებით. ეხლა რთულია, ანუ თანამშრომლების მოძიება, ძალიან რთული არის, ანუ ნებისმიერ ადამიანს ვერ აიყვანს სამსახურში, ჩვენ მაინც მიმართულება გვაქვს, რომ გამოუცდელ კადრებს ვიყვანთ და აქ პატარა სასწავლო ცენტრიც გვაქვს, რომ ვასწავლით თან ეს პროცესი. მე რაც ვიცი, ну ძალიან ბევრი რაღაც არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, ეს ცოდნა უნდა გაუზია, რომ ჩემი ინტერესია, რომ კარგი თანამშრომელი მყავდეს. ანუ ამ სწავლის პროცესში მე ვიხარჯები პედაგოგიური, ხოთაშორის პედაგოგი ვარ. პროფესიით ამ ნიჭსაც, თუმცა მაინც შვება არის სამზარეულო გაფართოვდა, მეტი ქურა გვაქვს. კასპი ჯგუფმა ამაშიც დიდი დახმარება გაგვიწია. იქ ტექნიკები შევცვალეთ, უფრო კომფორტულია მუშაობა, მაგრამ ზაფხულია და ძალიან ცხელი, რა თქმა უნდა. რას ფიქრობ 10 წლის მერე სად იქნება დები? რა ეტაპზე?
იქნება საერთოდ 10 წლის შემდეგ. აუცილებლად იქნება ხო, ალბათ მე ვფიქრობ, რომ ეგ აუცილებლად შემაშულებმა უნდა გააგრძელონ. 10 წლის მერე მეც აქ ვიქნები, იმედი მაქვს, მაგრამ ზოგადად ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს უკვე არ არის ესეთი ამბავი, რომ უბრალოდ კვების ობიექტად დარჩეს და ჩაიაროს და ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი მიუძღვენი. კი და ალბათ ასეც გაგრძელდება სანამ ცოცხალი. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გეჭამა ეს ტაფაული, მაგრამ არ დაგაცადე იმდენი კითხვა დაგისვი, მაგრამ რო გავთიშავთ კამერას მე ხო გააგრძელე. აუცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მინდა რომ გაითიშოს ახლა ეს კადრი. მაგრამ ჩემი გამოუცდელობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ძალიანაც არ უნდა გაგვეწელოს ეს დრო, ხო? მე ესეთი რაღაც მოვიფიქრე, რომ თუ რაიმე ვერ გაიგეს, ან კიდევ უფრო მეტი აინტერესებდათ, ან მე ვერ დავსვი კარგად და სწორად კითხვა, შეუძლიათ დაგვისვან კომენტარში თავისი სასურველი კითხვა და მე ხო გასცემ პასუხს. დიდი სიამოვნებით. ამით დავასრულებ მარიკასთან გულწრფელ საუბარს. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდი, რომ გამოყავით დრო ჩემთვის და ჩემი მაყურებლისთვის, ამ გემრიელობებისთვის ხო. არ ვიცი ახლა რო გავა ერთი სული მაგ გაითიშოს რომ მივადგე გემრიელად ჭამა და თუ რაიმე კითხვა გექნებათ ქალბატონ მარიკა თვარაძესთან, აუცილებლად დაგვიგწერეთ კომენტარები, ძალიან მკაცრად არ შეგვაფასოთ და ვიმედოვნებ რომ ეს პირველი და უკანასკნელი ჩვენი ვიდეო არ იქნება და ეს ერთი და სხვა რა არის ჩამოგარგე. მოდი აბა თქვენ იცით ტყუში სოლიკოური კარგი ღვინოა. ისე უფლის დიდება როგორ არ გითხოვს? უფლის დიდება იყოს ყალბეს ფარავის. მადლობელი ვარ. გაუმარჯოს დებსაც. თქვენს გაგიმარჯოთ. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის. ეზია მიკარნახი რა ვქნა. ისე რა საინტერესო ხარ როგორი ხმა ისმის. პირველად ვიღებ საერთოდ ესეთი მიკროფონი. ძალიან ორიგინალური არის. ზოგადად მარიკა და მისდები გამოირჩევნიან ესეთი გამოირჩევნიან. ინტერვიუს სტილი არ არის ჩემი მოწოდება. არა ვიტყვები ბავშვობაში სულ ოცნებობდი ჟურნალისტობაზე. ინსტაგრამზე იმ დღეს ვიღაცამ დამიწერა ამ ფარდებზე. რა არის ეს? ეს არის რაც არის. აი ახლა ამ ფარდაზე მეტად რა მოუხდებოდა აქაურობას. კაი, ეგ არის. ესეც ჩემი პირველი ეპიზოდი. მადლობა თუ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. ნახვამდის.